ვუყურებდი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს და ძალიან გაუბრაზდი, ნერვები მომეშალა, უკიფარი უსინდისო კაცია და არა კაცია მიშა. ეს ვიდეო მინდა უფრო რომ აი ჯენზი თაობის წარმომადგენლებმა ნახონ და ბავშვებმა ნახონ, იმათ ვისაც არ ახსოვს მიშას რეჟიმი. გამოდის მიხეილ სააკაშვილი იქ ციხის პალატაში ზის და გამოსვლავს მოკლედ და მოუწოდებს სამ ბავშვებს და საზოგადოებას რომ კიდე უფრო მაგრად გაიფიცონ, მადლობას უხდის, რაღაცა თანაგრძნობას უცხადებს, ციხიდან დახსნას თხოვს და იძახის ესეთ რაღაცას, რომ აიო ეხლა ხო აშკარა გახდაო რომ მე არანაირი რეჟიმი არ მქონდაო და ის ვითომ სისხლიანი 9 წელიო, ეგ ყველაფერიო რუსეთში დაწერილიო, სადღაც რუბლიანკაზე იწერებოდაო და ყველა ის ადამიანიო, ვინცო სისხლიან 9 წელს ახსენებსო, იცოდეთო რომ პუტინის დავალებას ასრულებს პირდაპირ და რუსიაო. ანუ ჩემნაირ ტიპებს მე მეძახის რუს მიშა დედამოტყნული და ნახევარზე მეტ მთლიანად საქართველოს რუსებს გვეძახის. ეხლა აი ამ ბავშვებს მინდა მე უთხრა და ვთხოვო რომ აი ცოტა ხანი ვინც ნახავს დრო დაუთმოს ამ ვიდეოს და მოისმინოს. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თქვენ გაჯერებთ იმას, რომ ჩვენ ვინც ვიძახით, რომ მიშას რეჟიმი ქონდა თქო, ვითომ ჩვენ რუსები ვართ ყველა და გაჩვენებთ, რომ მიშა კაი კაცია, თქვენ დაინტერესდით და მოიძიეთ მიშას დროს, მთლიანი აი ამ 9 წლიანი მმართველობის დროს, რამდენი ადამიანი იქნა ქუჩაში დახვრეტილი, დაკავებების დროს, რამდენი ადამიანი წამების შედეგად გარდაიცვალა. ესენი ყველა არიან კონკრეტული სახელები და გვარები. მე რო ეხა ამ სიას ჩამოვყვე, შეიძლება დილამდე ვილაპარაკოთ მაგაზე. ამიტომ თქვენ თვითონ უნდა დაინტერესდეთ, ვისაც იმასთან დაკავშირებით ეჭვი გაქვთ, რომ აი მიშას რეჟიმი არ ქონდა, ამ ადამიანებმა უნდა ნახოთ ეს ფაქტები, უნდა ნახოთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ქუჩებში დახვრიტეს, ასაკები უნდა ნახოთ ამ ხალხის. თქვენ ხელა ბავშვებს მიშა დედამოტყნული ქუჩაში ახვრეტინებდა იმ თავის სადისტებს, ვინც ყავდათ. და დანარჩენი ნაციონალური მოძრაობაც, აი ვინც დღეს ეგ ხოშტარია, ბოკერია, ვინც არიან ეგ გვარამია და მელიები და ვინც არიან. ეგენი ყველა მიშას უკრავდნენ ტაშს მთელი 9 წელი და მიშას ტაში დაუკრეს იმაზე, როცა მიშა გამოვიდა და ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა და ყველანი ციხეში. ესენი ფეხზე ადგნენ და ტაშს უკრავდნენ და იმ დღიდან დაიწყო აქ ერის წამება პირდაპირ მნიშვნელობით. თქვენ ნახეთ ბავშვებო, ასევე რამდენი ადამიანი დაიღუპა ციხეში, იმ სისხლიანი რეჟიმის დროს, იმ 9 წლის განმავლობაში. თქვენ ამ ადამიანების სიას ნახავთ და რაოდენობას ნახავთ, რომ იქ ყოველ მეორე მესამე დღეს კაცი კვდებოდა და ზოგს გული უსკდებოდა და ზოგს კისერი ტყდებოდა და ზოგს თავი უტყდებოდა. წამებაში კლავდნენ ადამიანებს, ქუჩაში ტოტალურად უღებდნენ ყველას სახში შემწვრალი იყვნენ, ყველას პალნაში კამერა ეყენათ და აი ტოტალური კონტროლი მიდიოდა ყველასი. ყველა გადაღებული ყავთ 90% პოლიტიკოსების, მსახიობები, ცნობილი ადამიანები. ეს ნაბოზარი მიშა სააკაშვილის ხელისუფლება ყველას შეუძურას პალნაში. ეგ ფაქტები, ყველაფერი ფაქტებად რჩება და არსად არ წასულა და უნდა ნახონ იმ ადამიანებმა, ვისაც გონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი კეთილსინდისიერი კაცია და ვისაც ეჭვი ეპარება იმაში, რომ მიშას რეჟიმი არ ქონდა. როცა ამ ყველაფერს მოიძიებთ ეს ადამიანები და როცა შეხედავთ თქვენი თვალით და ეგ კონკრეტული ფაქტებია, ეგ ნოდარ მელაძის გამოძიება კი არ არის და ვიღაცის აღქმები, ეს ადამიანები კონკრეტული სახელი და გვარები იყვნენ, რომლებიც დახვრიტეს ქუჩაში და იმათ მშობლები ყავდათ, იმათ შვილები ყავდათ და იმ ადამიანებთან ერთად რამდენი ადამიანი მწარდებოდა კიდე, ხო? აი ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი მწვანე შუქს უნთებდა და აი მაგაზე იდგა მიშა სააკაშვილის ხელისუფლება. მიშას ძალაუფლება იდგა ბავშვების დახვრეტის კისერზე ქუჩებში. აი ქუჩაში რო ხრიტავდა, ტერორი რო ქონდა გაჩაღებული, აი მაგაზე იდგა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. ეგ უნდა ყველამ კარგად იცოდეთ და ეგ არავინ არ უნდა დავივიწყოთ.
ჩემმა შვილებმაც უნდა ნახონ და იცოდნენ, თქვენმა შვილებმაც და ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და ვინ არის ის ხალხი, ვინც დღეს ოპოზიციის ავანგარდში დგას, რომ ეგ ადამიანები მიხეილ სააკაშვილს ტაშს უკრავდნენ იმაზე, რომ ბავშვებს რო ხრიტავდნენ ქუჩებში და ხალხს რო აუპატიურებდნენ. ტიპები მიყავდათ ტყეში და აუპატიურებდნენ და მაგასაც იღებდნენ და 1000 ჯანდაბებს შვებოდნენ და მაგისიც ფაქტებიც არის, ბავშვებო, არავის მოგონილი არ არის და არავის დაწერილი არ არის. თუ დაინტერესდებით, აი რაც მე ხა ჩამოვთვალე, მაგ ყველაფრის ფაქტებია. თქვენ თუ ვერ ნახავთ, მე შემიძლია განახოთ. არ გეგონოთ, რომ რამეს ვაჭარბებ და აქ რაღაცას ვიგონებ. თუ არა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც ეხა ვლაპარაკობ, ამის ფაქტები შემიძლია ყველას ვანახო. და უფრო მეტიც, ყველას შეგიძლიათ ამის ფაქტები ნახოთ, იმიტომ რომ ეს ფაქტებად ვიმეორებ, რომ რჩება დღემდე და ისტორიაში დარჩება როგორც ფაქტები და მიშაშევა ამ ქვეყნის ისტორიაში როგორც ყველაზე უფრო მწამებელი და საზიზღარი ადამიანი, რომელიც მართავდა საქართველოს და რომელსაც დიახაც ჰქონდა სისხლიანი 9 წელი რეჟიმი და მიშა სააკაშვილის დედა მოუტყან მე. თქვენ როცა აი ეს ადამიანები ამ ფაქტებს თქვენი თვალით ნახავთ, აი მერე გაიაზრეთ, თქვენ თვითონ იყო თუ არა ნაციონალური მოძრაობა რეჟიმი და რა ხდება დღეს, მერე შეადარებთ თქვენ თვითონ და მიხვდებით. მიშას განგებ ცდილობს, რომ ჩემნაირი ტიპები, ვინც ვამხელთ მიხეილ სააკაშვილს და ვიძახით, რომ რეჟიმი ქონდა და რეჟიმი იყო და რომლებიც ვიძახით, რომ სასტიკი რეჟიმი ქონდა, ამ ადამიანებს ყველას გვარქმევს რუსებს და გუკიდებს რუსის იარლიყებს, რომ იმ ბავშვებმა, აი ჯენზითაობამ, ვისაც მიშას დრო არ ახსოვს, ჩვენ შეგვიძულონ და აი ამას ვინც ვლაპარაკობთ, იქ ყველაზე იფიქრონ, რომ რუსების აგენტები ვართ და რაღაცეებს ვიგონებთ. ამიტომ უნდა ყველამ ვილაპარაკოთ ბევრჯერ მithქვია ეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვისაც რეჟიმი შეგვეხო, ყველამ ბევრი ვილაპარაკოთ ამაზე. და არ მივცეთ საშუალება მიშა დედა მოტყნულს, რომ ჩვენი შვილები შეიყვანოს შეცდომაში.